დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. Χριστე აღსდგა. Χριστე აღსდგა. Χριστე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ღმერთმა ჩვენს მიცვალებულებთან ერთად თავის დროზე ავგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის. თქვენ მოისმინეთ, მე დავითნე მოციქულთა საქმეებიდან ამოიკითხა ერთ-ერთი თავი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ანტიოქიაში ეწოდათ პირველად ქრისტიანები. პირველად ეს ტერმინი საერთოდ ქრისტიანი რომ არსებობს, პირველად სწორედ ანტიოქიაში მოხდა მორწმუნეები, რომლებიც არა მხოლოდ ანტიოქიაში, არამედ სხვადასხვა მხარეში იყვნენ გაბნეულები და ქადაგებდნენ ძირითადად, ამიტომ იყო ეს ანტიოქიაში მყოფ კრებულს, მორწმუნეთა კრებულს ეწოდათ ქრისტიანები და რამდენადაც მე ვიცი, ასეთი ცნობა არსებობს, რომ ქრისტიანებმა თავის თავს კი არ უწოდეს თავად ქრისტიანები, არამედ სხვებმა უწოდეს. ანუ ესე რომ ვთქვათ, წარმართებმა უწოდეს ქრისტიანები. რატო უწოდეს ახლა ქრისტიანები? იმდანად ცდილობდნენ, რომ ქრისტესთვის მიებაძათ, რომ ბუნებრივად ჩანდა, რომ ესენი ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. ქრისტიანობა სწორედ ეს არის, ქრისტეს მიმდევრობა არის, ქრისტესადმი მიბაძვა არის. ჩვენ იმდენად ვართ ქრისტიანები, რამდენადაც ქრისტეს ბაძავთ. იგივე დღევანდელ ეპისტოლეში, რაც ამოიკითხა, მე დავითნე მოციქული პავლე ასე ამბობს, მობაძავ ჩემ და იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა. ჩვენ არაერთხელ გითხოვს, რომ ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემა სწორედ ნიშნავს იმას, რომ მივბაძოთ იმ წმინდანს იმაში, რაშიც მან მიბაძა ქრისტეს. ჩვენ ვერ ვნახავთ, ესე იგი, ვერც ერთი წმინდანის მიერ გამოვლენილ რაიმე დადებით თვისებას, საეკლესიო ენაზე სათნოებას ვერ ვნახავთ, რომელიც არ ჰქონდეს ქრისტეს. ესეთი შეუძლებელი. ყველაფერი ამა თუ იმ წმინდანების ცხოვრებაში განჭრეტილი სათნოება სწორედ ქრისტეს თვისებაა. და მათ ამითი მიბაძეს ქრისტეს. ჩვენ ამაში უნდა მივბაძოთ ამა თუ იმ წმინდანებს და იქ იქნება ჩვენი მხრიდან ქრისტიანობა, ანუ ქრისტესადმი მიბაძვა. და აი ორ დღეში იქნება ხსენება წმინდა მოციქული ანდრია პიროწოდებულისა, რომელიც არის საქართველოში ქრისტეს პირველი მხადაგებელი. მან შემოიტანა ჩვენში ქრისტიანობა, მან ასწავლა ადამიანებს ქრისტეს გზა. მან განანათლა ერი. და ისევე როგორც შეხედეთ დღევანდელ სახარებაში როგორ იყო პარალელი რომ გავაკეთოთ, ესე იგი სამარიტელი დედაკაცი მიდის ჭასთან ქალაქ სუქარში, იქ მაცხოვარია და მოწაფეები წასულები არიან და მაცხოვარს ესაუბრება და უფალი ეუბნება, დამალევინეო წყალიო. და როგორო შენ მეუბნევი, რომ წყალი დამალევინეო, არიციო, რომ იუდეველებიო სამარიტელებს არ ეხებიან, მან ურთიერთობა არ აქვთ, ისინი მტრულად ცხოვრობდნენ ერთმანეთთან. და უფალი ეუბნება, შენ რომ ვიცოდე, ვინ გთხოვს წყალს, შენ თავად სთხოვდი წყალს და ისიც დაგალევინებდა ცოცხალ წყალს. ეს წყალი, რომელსაც ახლა დალევ, კიდევ მოგწურდება და წყალი, რომელსაც მე მოგცემდიო, არასოდეს აღარ მოგწურდებოდა. ნათქვამია ასევე, რომ თვითონ ადამიანში გარდაიქმნება ესა ცოცხალი წყლის მდინარეება, ეს რწმენაზეა საუბარი. ადამიანში ეს რწმენა უნდა გაჩნდეს და ეს ეუბნება, რომ მომეციო მაშინ ეს წყალი. და უფალი უკვე იწყებს სწორედ აი ამ წყლის მიცემას და რითი იწყებს, რომ ეუბნება
წადიოდე შენ ქმარს დაუძახეო რომ მოვიდეს. ეს ქალი ამბობს მე არ ამყავსო ქმარი, 5 ქმარი მყავდა. უпростоრად არ ამყავსო ქმარი უებნეო და უფალიობნეო. შენ მართალს ამბობო რომ ქმარი არ ყავს. 5 ქმარი ყავდაო და ახლა ვინც ყავსო ისიც არ არისო შენი ქმარი. ანუ პირველად დანახულმა ადამიანმა ისეთი რამ უთხრა რომ ეს ქალი გაუგნებული. და მოკლედ ძალიან მოკლედ რო თქვა თელი ეს თხრობა რო არ განვიხილოთ ის აღმოაჩენს და თავად მაცხოვარიც დაუდასტურებს რომ ის არის სწორედ ადამიანად მოსული ღმერთი ანუ იესო ქრისტე. და ეს ქალი და ამ ხალში ჩნდება ეს ცოცხალი წყლის მდინარეები, ეს რწმენა ჩნდება. და შემდგომ მიდის ეს ქალი და თავისიანებს ეუბნება რომ წამოდითო ნახეთო მან ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ და ის ხომ არ არისო ქრისტე. ბოლოს ისინი წმიდიან, უსმენენ, წმუნდებიან, არა მარტო ამ ქალის სიტყვის გამო, არამედ უფრო მეტად ქრისტეს მოსმენის გამო უკვე ისინი რწმენაში მოდიან და მათში ჩნდება ეს ცოცხალი წყლის მდინარეები, ანუ რწმენა ჩნდება. და სწორედ ეს რწმენა რომ გაჩენილიყო, იმიტომაც გაგზავნა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები. თქვენ იცით რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უნდა ეკადაგა საქართველოში და სწორედ 2019 წელს აი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ორ დღეში რომ იქნება 12 მაისს. აი ამ დღეს დადგინდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული და რომ საქართველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედა. განა ეს არ იცოდა ქართველმა ადამიანმა საუკუნეების მანძილზე იცოდა, მაგრამ როგორც ასეთი ეს დაწესდა 2019 წლის 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან. ის რომ ადამიანმა ქრისტიანობა შეინარჩუნოს, ქრისტესადმი ბაძვა რომ შეინარჩუნოს, უნდა ეკლესიური ცხოვრების წესი ჰქონდეს. ეკლესიური ცხოვრების წესი რას ნიშნავს? ახლა ძალიან მარტივად და მოკლედ რო ვთქვათ. ჩვენ როდესაც ტაძარში მოვდივართ, ვეზიარებით, ჩვენ უნდა გქონდეს განწყობა, რომ ჩვენ ვართ იმ ერთი დიდი სხეულის ნაწილი. მე მარტო კი არა ვარ ჩემს ოჯახში. მე რომ მოვდივარ, მე ამ სამრევლოს ნაწილი ვარ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფერისცვალების სამრევლოს. სხვაგან სხვა სამრევლოა, წმინდა ნიკოლოზის თუ წმინდა ნინოს თუ ღვთისმშობლის. აი ამ სამრევლოს ნაწილი ვარ მე ცალკე აღებული კი არა ვარ, არამედ მე ვარ ამ ერთიანი სხეულის ნაწილი. და არც ეს სამრევლოა თავისთავად, არამედ ეს სამრევლოც ამ ეპარქიაში შემავალი სამრევლოების აი ამ დიდი ოჯახის ნაწილია ეს სამრევლოც. და არც ეს ეპარქია არ არის მარტო. ესეც აი ამ ქვეყანაში არსებული ეკლესიის ნაწილია, რომელსაც თავისი პატრიარქი ყავს, რომლის არჩევნებით აი ხვალ იქნება, ხვალ არის გაფართოებული კრება ეს ბოლოს მოხდა 1977 წელს და აი ახლა ხდება. ჩვენ ყველანი ამისი მომსწრენი ვიქნებით და არა მარტო მომსწრენი და შორიდან დამკვირვებელი თუ მაყურებელი, არამედ მლოცველნი, რომ ღმერთმა გამოაჩინოს თავისი ნება, რაც უკეთესია და ჩვენც მოგცეს ძალა დავემორჩილოთ ღვთის ნებას. და არც ეს ეკლესია არ არის თავისთავად მარტო. ესეც იმ ერთიანი ეკლესიის ნაწილი, რომელიც ქრისტემ დააფუძნა ამ მიწაზე. რომელი ეკლესიაც ან რომელი კრებულიც იყვნენ პირველად მოციქულები იყვნენ, რომელიც უფალმა გაგზავნა და აი ესეთი განწყობა უნდა ჰქონდეს, ესეთი მსოფლმხედველობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, რომ ის მარტო კი არ არის ჩვენი ქმედება, მარტო ჩვენი ქმედება კი არ არის. ეს იმ ერთიანი ოჯახის ნაწილის ქმედებად უნდა აღიქმებოდეს თითოეული ჩვენგანისგან და მერე უფრო მეტად ადამიანი თავშეკავებული იქნება. ახლა შეხედეთ, აი როდესაც დავუშვათ მე ტაძარში კი არ ვარ, სხვაგან ვარ, მე უნდა გძნობდე რომ მე მარტო კი არ ვარ, არამედ ჩემი ქმედება აისახება თითოეული მრევლის წევრის ქმედებაზე.
ამიტომაც იყო პირველ საუკუნეებში საერთო აღსარების წესი. საერთო აღსარების წესი იყო, რომ ნახეთ როგორ იყო, მე მოვიდოდი და ვიტყოდი, მე რა შევცოდე. სხვა მოვიდოდა, თითოეული ჩვენთაგანი მოვიდოდა და ყველას წინაშე იტყოდა, მე შევცოდე. რატო ამბობდნენ ამას? იმიტომ რომ ცნობდნენ, რომ მათი დანაშაული და ცოდვა მარტო მათი კი არ იყო, არამედ ეს საერთო კრებულისა იყო. ამიტომაც არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ადამიანების წინაშეც აღიარებდნენ, რომ მე ასე რო ვთქვათ, მე ამითი დაგაზიანებ, მე ეს შევცოდე. ახლა წარმოიდგინეთ, როგორი პასუხისგებლობა ექნებოდათ იმ პირველ ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ. არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ერთმანეთის მიმართაც უკვე. და როგორი შემაკავებელი ექნებოდა კიდე ასეთ ადამიანს ცოდვის ჩადენის წინ, რომ ეს კი არ უნდა აღიაროს ერთი ადამიანის წინაშე, არამედ უნდა აღიაროს მთელი კრებულის წინაშე. მაგრამ კრებულისა, რომელსაც ეს ადამიანი უყვარს, დღეს მაგას ვერ გააკეთებ, დღეს როგორ აღიარებ ყველას წინაშე. დღეს არ აღიარებ და მაინც შენზე ლაპარაკობენ. რო აღიარებ, მე აღარ იქნებ. და ამიტომ დღეს ჩვენ ეს სიყვარული არ აქვს, ეს განწყობა, რომ ერთი სხეულის ნაწილები გვაქვს, ჩვენ არ აქვს. გარდა მოციქული პავლე ამას ამბობს, რომ ერთი სხეულის ნაწილები ვართ ჩვენ. და სხეულის ერთ ასოს თუ ტკივა, ეს ტკივა მთელ სხეულს აწუხებს. მაგრამ ჩვენ ვართ ესე, რომ ერთი ადამიანი რო შეცოდავს მთელ სხეულს აწუხებდეს. აი ესე უნდა იყოს ქრისტიანი, მე ამიტომ ეს განწყობა უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ რო შეცოდა, ჩვენ იმაზე კარგი კი არ უნდა გამოჩნდეთ მისი შეცოდების ფონზე. პირიქით, მისი ცოდვა უნდა გვაწუხებდეს, როგორც საკუთარი. აი ეს არის ეკლესიური განწყობა. ეს არის ეკლესიური აზროვნება. და აი ესეთი აზროვნება არის, რომელიც ადამიანს ესე იგი აყალიბებს ქრისტიანად, რომ ქრისტეს მიბაძოს. სწორი რწმენის გარეშე არ არსებობს სწორი ზნეობრივი ცხოვრება და არ სწორი ზნეობრივი ცხოვრების გარეშე სწორი სარწმუნოება, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს. და სწორი ზნეობრივი ცხოვრება კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ჩვენი ტაძარში ყოფნით. თუმცა ზოგ შემთხვევაში ტაძარში ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება ჯეროვანი, როგორიც უნდა იყოს, რომ აი წირვის დროს მაგალითად მოწესრიგებულობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ ერთმა ადამიანმა მეორეს არ შეუშალოს ხელი, გაითვალისწინოს, ბავშვად, როცაში ხელი შეუწყოს. იმიტომ რომ ძირითადად ეს ერთი დღე აქვს ზოგიერთ ადამიანს, რომ მოვიდეს და როგორც იტყვია, სული მოითქვას. სული უნდა მოითქვას იმას, თუ ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს. იმას მართლა ჭირდება, რომ სული მოითქვას. მე არ ვამბობ ახლა იმ ადამიანზე, რომელმაც მიაჩია საკუთარი თავი, რომ მექანიკურად უნდა ამბობდეს აღსარებას. ასეთი რაღაცაც ყოფილა, რომ ადამიანი მოდის აქ და აქვე ვიღაცას გამოართმევს ფურცელს, დაწერს აღსარებას და ვითომ ეს არის აღსარება. ეს აღსარება არის, ეს თავის მოტყუება. აღსარება არის, როდესაც ყოველ საღამოს ჩვენ ღვთის წინაშე წავდგებით, ჩვენს თავს დავაყენებთ ღვთის წინაშე და ვგრძნობთ იმას, რაც იმ დღეს მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და რითიც ჩვენ უფალს ვერ უერთგულეთ, ღვთისგან რო შენდობას ვითხოვთ. მერე მეორე დღეს გააკეთებთ და სულად საღამო არ ჭირდება მაგას. მთელი დღის განმავლობაში ყოველთვის ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ღვთის წინაშე დგამს ნაბიჯებს. სალომონ ბრძენი ამბობს, უფლის თვალწინა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებაო. უფლის თვალწინა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებაო.
ადამიანს თუ ეს ახსოვს, რომ ჩვენი გზები უფლის თვალწინარი და ყოველი ჩვენს ნაბიჯს უფალი აკვირდება, აქ უკვე მეტად თავშეკავებულია ადამიანი და ყოველი იმ ნაბიჯის გამო, რომელიც ღვთისმცნებისამებრ არ იქნა ჩვენ ცხოვრებაში გადადგმული, იქვე უნდა ნანოვდეს ადამიანი, იქვე შენდობას უნდა ითხოვდეს ღვთისაგან. და თუ მთელი კვირის განმავლობაში ესეთი განწყობით იქნება, ესეთი დაკვირვებით იქნება ადამიანი საკუთარი ცხოვრების მიმართ, ის არ გააკეთებს იმას, რომ მოვიდეს და აქ რაღაცა ნაგლეჯზე მიაწეროს რაღაცეები ვითომ, რომ მე აზიარო. და შედეგი რა არის? შედეგი ისაა, რომ ის ნაგლეჯი სულაც რომ არ დაწოს და არ გადააგდოს, მეორე კვირას რომ წამოიღოს, შეუძლია რომ იგივე მისცეს მოძღვარს, იმიტომ რომ იგივე იქნება და არ იცლება ადამიანი. შედეგი ეგ არის. აი ეგეთი ახსარების შედეგი ეგ არის. და ეგეთი ქრისტიანული ცხოვრების შედეგი ეგ არის, რომ ადამიანი არ იცლება. გადის დღეები, თვეები, წლები შეიძლება გადიოდეს და ადამიანში ცვლილება არ ხდებოდეს. ფერისცვალება არ ხდებოდეს. იმიტომ რომ ადამიანი არ უდგება საკუთარ სულიერ ცხოვრებას შემოქმედებითად და არ აკვირდება, უყურადღებოდ ცხოვრობს. დახსარებას იმიტომ ამბობს მხოლოდ რომ აზიარო. ეგ არასწორი მიდგომა. ახსარება არ არის ერთჯერადი აქტი, რომ მიხვალ მოძღვართან და ახსარებას ითხოვ. ახსარება და სინანული ეს ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ღვთის წინაშე მოვალენი ვართ, რომ შევინანოთ ის, რაც შევცოდეთ. და როდესაც ადამიანი ნანობს ყოველდღიურად და არა ისე მექანიკურად, როგორც თქვი, რომ თავს ვიტყვევთ ხოლმე ჩვენ. ადამიანში ნელ-ნელა იწმინდება და ადამიანში ნელ-ნელა გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. მოციქული პავლე ეუბნება თავის სულიერ შვილებს, რომ შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. ანუ ჩემო შვილებო, რომლებისთვისაც კვლავად მტკივაო, სანამ ქრისტე გამოისახება თქვენ შორის. ქრისტე მაშინ გამოისახება ჩვენ შორის, როდესაც ჩვენი გული და სული განიწმინდება და ქრისტეს თვისებები გამოჩნდება ჩვენში. და თუ ადამიანი მრისხანე იყო, გახდება მშვიდი. თუ ადამიანი ძუნწი იყო, გახდება მოწყალე. თუ ადამიანი ეგოისტი იყო, გახდება მოსიყვარულე და სხვაზე მზრუნველი. ამპარტავანი დამდაბდება, შურიანი სიყვარულს ისწავლის და ასე შემდეგ. აი ესე უნდა ხდებოდეს. და თუ ეს არ ხდება, თუ შედეგად ეს არ გვაქვს, ესე იგი რაღაც სადღაც არის შესწამები დაშვებული სულიერ ცხოვრებაში. Იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც სწორად ცხოვრობს სულიერად, მისთვის მართლაც ნუგეშია და სულის მოსათქმელია, რომ რაღაცა მოიკრიბოს ძალები წირვაზე მოსვლა. და თუ ერთი ადამიანი ასე მოდის და მეორე უბრალოდ მექანიკურად, მერე იქ სახარება დამთავრდება ამ სანთელს, ესე იგი მიარბეინებს ოლიმპიური ჩირაღდანივით, რომ უნდა დაართოს მეორე შანდალზე, ის იქიდან მოდის, ეს აქედან მიდის. და ხელი არ ეშლება, ხო ეშლება ხელი, ის დგას, ლოცულობს, ცდილობს რაღაცა გაიგოს, თანძელ ქართულად არის, ხო? იმ ლოცვის სიტყვებს უნდა ჩაწდეს. ახლა წინ ვიღაცა გადაურბანს, მერე ვიღაცა ერთმანეთს დაელაპარაკება. ხო და ეშმაკის საქმეს ვაკეთებთ ფაქტიურად ზოგ შემთხვევაში. ის ცდილობს, რომ ადამიანებს ლოცვა წაართვას და ჩვენც მას ვეხმარებით. ახლა ახალი მოსული რო აკეთებს ამას, ესეც გასაკვირია, იმიტომ რომ სადღაც რო შედიხარ, აი ახალი მისული ხარ სადღაც და არ იცი პირველად ხარ, ხო უნდა დააკვირდეს სხვები როგორ აკეთებენ და შენც ისე გააკეთე, რასაც სხვა არ აკეთებს, სხვა შენ არ უნდა გააკეთო. და ვინც დიდი ხანი დავდივართ, იმის კიდევ უფრო მეტად გასაკვირია, რომ თუ ამდენი დიდი ხანი დავდივართ და ეს ელემენტარული არ ვიცით, მაშინ რიღასთვის დადის ადამიანი. და ორივესგან გასაკვირია. იმიტომაც აი ჩვენ ესე შევხედოთ. მარტო ის კი არა, რომ მოდი მე თავარია ჩემი საქმე გავაკეთო, აჰა, სანთელი მივიტანა და დავარდე.
და რა გააკეთე იმ სანთლის დანთებით იმდენი, რომ 2-3 ადამიანს ხელი შემუშავა. რა გააკეთე ეგეთი? რა სანთელია ღმერთი და სანთელს უნდა ცეთავყანი? ამიტომაც აი ესეთი რაღაცები უნდა ნელ-ნელა ადამიანმა საკუთარ თავში მოაწესრიგოს, უნდა შემოვიდეს სულ რამდენი 2-3 საათი გრძელდება, ხო მაქსიმუმ 3 საათი. უნდა ამოირჩიოს ადამიანმა ერთი ადგილი, დადგეს და უნდა იდგეს იქ სანამ წირვა არ მორჩება. თუ შესაძლებლობა აქვს ფიზიკური, თუ არ შეუძლია, უნდა დაждდეს. ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი იქნება, სკამი იმისთვის არის, რომ დაждდეს ადამიანი. თუმცა სკამი იმისთვის არ არის, რომ აუცილებლად ვიღაც უნდა იჯდეს. სკამი იმისთვის არის, როცა დაგჭირდება, უნდა დაждდეს. ანა იმისთვის რომ არ მოაცდინო. ჩვენ ზოგჯერ შეიძლება ეს განწყობა გვაქვს, რომ თავისუფალი ადგილი არ უნდა იყოს, ესე იგი სკამი. არა და შეიძლება ვიღაცას მართლა უჭირს. ვიღაცა ჯდომით დაიღალა, მაგრამ არ დგება იმის გამო, რომ შეიძლება იქ ვეღარ დაждდეს მე. ხო და ეს ნამდვილად არ არის ეკლესიური აზროვნება. ეკლესიური აზროვნება ისაა, რომ ადგე და იფიქრო სხვაზე. შეიძლება შენ ასაკიანი ხარ, მაგრამ ატყობ შენ თავს, რომ იმდენად აღარ გიჭირს ახლა დგომა, შეგიძლია რომ ადგე. მაგრამ აი თუ ვეღარ დაждე. მაგრამ იქნები ახალგაზრდა როა, სულაც ერიდება, ის ხო ვერ იტყვის. მე ხა მომისმენია ახალგაზრდებისგან, რომ აი უჭირთ, მართლა უჭირთ ზოგიერთ შემთხვევაში დგომა, ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს ისეთი, რომ უნდა ცოტა ხანი ჩამოждდეს, მაგრამ აბა როგორ დაждდება. ესე რომ აი ერთმანეთის გათვალისწინების გარეშე და აი ამის გარეშე რომ იფიქრო იმაზე. მარტო ის კი არა რომ მე მოვიდე ახსარება თქვა ჩემი ის საქმე ცოტა ისე ვიტყვი ხეშად გავინახდო და მე წავიდე ახლა ჩემ საქმეებს მივხედო. ესე რომ ცხოვრობს ადამიანი, ესეთი არ არის ამ ოჯახის წევრი. თუ მარტო თავის თავზე ფიქრობს, ის ამ ოჯახის წევრი არ არის. და როგორ წარედა მტკივნეულ სიტყვებს ამბობს, მოციქული პავლე ერთგან ამბობს რაღაც კარგი გამოვავეთ. ასეთ რაღაცას ამბობს. ჩვენგან გავიდნენ, ვიღაცებზე ამბობს, ეს კრებული მიატოვეს და წავიდა. მაგრამ ჩვენი არასოდეს არ ყოფილა. ახლა ეს უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, რომ რომელიმე ჩვენგანზე რომ ეს იყოს თან ვისგან ნათქვამი. ვიღაცა ღვთის გმობისგან და ეკლესიის პრისგან კი არა. აი ქრისტეს პირველი ქადაგებლისგან, მოციქული პავლე ესე იგი ისეთი იყო, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს. ესეთი არ დაბადებულაო და არ დაიბადებაო, ეს იყო ცეცხლი დამთებული მიწაზე, რომლის ალიცო ზეცამდე წდებოდა. აი ეს კაცი ამბობს. ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენი არასოდეს არ ყოფილან. ანუ აქ იყვნენ, მაგრამ როცა აქ იყვნენ, ჩვენი არ ყოფილან. ხო და აი საინტერესოა ვიზი ამბობს ამას. შეიძლება სულაც იმაზე ამბობს, ვინც იყო იმ კრებულში, მაგრამ არ თვლიდა თავს იმ ოჯახის ნაწილად. არამედ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდა. და ეს მარტო საკუთარ თავზე ფიქრი სრულიად უცხოა ეკლესიური აზროვნებისაგან. ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენ ოჯახში, თუ კაცი ოჯახშია და ოჯახზე არ ფიქრობს, ის არ არის იმ ოჯახის წევრი. მე რა რომ ფიზიკურად იქ არის და ფიზიკურად ითვლება იმ ოჯახის წევრად. როგორ ამბობს? არც კაცი ვარ გაო, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოსო. იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს. იგივე რო თქვა, ოჯახი იყოს ოჯახში და ოჯახისთვის არაფერი იზრუნოს. იყოს სამრევლოში და სამრევლოსთვის არაფერი იზრუნოს. იყოს სამშობლოში და სამშობლოსთვის არაფერი იზრუნოს. ეგ ნიშნავს, რომ იყოს ცოცხალი, მაგრამ მკვდარს ემსგავსოს. ამიტომაც აი აქ ფიზიკური ყოფნა კი არ არის, არამედ აქ მთავარი არის, რომ ჩვენში იყოს ცნობიერება ეკლესიური,
ჩვენ ვართ ამ ერთი ოჯახის ნაწილები თითოეული ჩვენთაგან. და მე ჩვენმა მომდევნო თაობამაც ჩვენში ეს უნდა დაინახოს, რომ ჩვენც ამ ოჯახის პატარა წევრები ვართ. მე ესენი იძებიან, მე სხვებმაც ეგ უნდა დაინახონ. აი ეს განწყობაა ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ განწყობის გარეშე რამდენი წელიც არ უნდა იარო, არა ესე ეგოისტურად. ბოლო ალბათ მაინც ისაა რომ დატოვებ და წახვე. აი ამ განწყობით ვერ შენარჩუნდება. ამიტომაც აი ჩვენში შევხედოთ, არის ეს განწყობა, მეოჯახეობის განწყობა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღვიქვამთ ერთი სხეულის ნაწილებად და თუ ვერ აღვიქვამთ, ეს უკვე პრობლემაა და შესაძლებელი. შესაძლებელია სხვაში კი არა, ჩვენშია შესაძლებელი. ყველამ ჩვენ თავში უნდა შევცვალოთ ეს ერთმანეთის სადმი დამოკიდებული. ყველაფერი შენი უნდა იყოს აქ რომ მოდიხარ. ყველაფერი შენი უნდა იყოს, ყველაფერზე უნდა ზრუნავდე, პირველ რიგში ადამიანებს. ადამიანია აქ თავარი. და ადამიანზე რო იზრუნებ, მერე ყველაფერზე უნდა ზრუნავდე. თუ მიდიხარ როგორც სტუმარი ხო არ ითვლება ოჯახის ნაწილად. მე მოდიხარ ისე. რჩები სტუმრად. მაგრამ ადამიანი იმ ტაძარში, სადაც დადის, სტუმრად არ უნდა გრძნობდეს თავს. შინაურულად უნდა გრძნობდეს თავს. თუმცა შინაურულად არა იმ გაგებით, რომ ვიღაცა ზოგჯერ დამინახია ხოლმე, რომ ტაძარში დგას და ფეხი კედელზე აქვს, ასე მიდებული უკან. ეგრე შინაურულადაც არ უნდა გრძნობდეს. ეგ შინაურობა აღარ არის უკვე. ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა პრობლემებია ჩვენში. სიწმინდეს ეგრე გაუშინაურდე, ეგ ძალიან ცუდი რამე. ეგ დამაზიანებელი რამე. და ეგ უკვე დაზიანებულობის წარმომაჩენელია პირველ რიგში. ამიტომაც აი ესეთ რაღაცეებზე ეკლესიური ადამიანი უნდა ფიქრობდეს. ეს არის მთავარი საფიქრება. ახლა მაგალითად აი მრევლის წევრები თუ მარტო ჩვენი ურთიერთობა იმითი შემოიფარგლება, რომ ჩვენ ტაძარში ვხედავთ ერთმანეთს და იმის იქით ვის რა უჭირს თუ ვის რა უხინს, ჩვენ ეს არ გვადარდებს, ეგ არ არის ეკლესიური აზროვნება. მე კარგად ავარ და მე წერიდან წყალი არ ჩამომდის, ეგ არ არის ეკლესიური აზროვნება. აი რომ იცი, ვისაც იცნობ, რომ არავის არ ჩამომდის წყალი წერიდან, ეგ არის ეკლესიური აზროვნება. და თუ იცი, რომ ვიღაცას ჩამომდის, სხვებსაც შეაწუხებ, შეაგულიანებ, რომ ეტყვი, რომ ესე უჭირს და მოდი მივეშველოთ, ეგ არის ეკლესიური აზროვნება. ახლა წარმოიდგინეთ, აქ შეიძლება 100 ადამიანია, 100-დან ერთს რო გაუჭირდეს და 99-მა ჩათვალოს, რომ ეს ჩვენ გვიჭირს. რომელიმე ერთს რა უნდა გაუჭირდეს? არაფერი არ გაუჭირდეს. ეგ არის ეკლესიური აზროვნება. მაგითი არის ეკლესია ესეთი ძლიერი. მაგრამ როდესაც არის ეკლესიური აზროვნება, ეგ აძლიერებს. თორე ეგოისტური აზროვნება ვერ აძლიერებს. სულ რომ მუხლები გადაიტყავ და ეკლესიურად აზროვნებდე. არაფერი ფასი არ აქვს. მერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ აი ეს განწყობა იყოს ჩვენში, რომ ჩვენ ვართ ერთი სხეულის პატარ-პატარა ნაწილები, რომელიც სხეულის თავიც არის იესო ქრისტე. რომელიც სხეულის თავიც არის იესო ქრისტე. ეს ეკლესიური სწავლება. ჩვენ ამ კვირაში ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან დაკავშირებით ჯერ ზუსტად არ ვიცი წირვა როგორ და რანაირად იქნება. მე ვფიქრობ ანდრიას ანგელოზის დღეა და ხშირად იქ ერთობლივი წირვა არის ხოლმე და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ 12-ში ღამით გვექნება მიცვალებულთათვის წირვა. ხლა ვეძებთ იმას არ არის საქმე. ადამიანმა თქვა ჩვენი მრევლის წევრია პატარა ბავშვი ყავს გარდაცვლილი და
დაბადების თუ გარდა დაბადების დღე არის პატარა ნიკოლოზისა და თქვა რომ წირვა ჩაგვეტარებინა და მოკლედ ყოველთვიურად ისედაც ჩვენ წირვას ვატარებთ მიცვალებულთათვის და ამ თვეში ასე გავაკეთოთ რომ 12-ში ღამით ანუ სამშაბათ ღამით 12-ის ნახევარზე დავიწყოთ ეს წირვა. ქრისტე აღსდგა.